ყველაფერი, რაც ლამაზია, კომფორტული არ არის. ახლა მოგიყვებით ინტერიერის დიზაინში გავრცელებულ იმ შეცდომებზე, რომელიც ვიზუალურად მოგწონს, მაგრამ რეალურად დისკომფორტს იწვევს. Push to open დიზაინი კარადებზე. უდაოდ ლამაზია, როდესაც სახელურები კარადის ზედაპირზე თვალში არ გვხვდება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება არ არის კომფორტული. თითოეული კარადის გაღებისას მინიმუმ 3 ქმედების შესრულება გვიწევს, ხოლო დახურვისას ზედაპირზე ნათითურებს ვტოვებთ. ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ მინიმალისტური სახელურები ან ჩაჭრილი პროფილები. ნიჟარის განთავსება ფანჯარასთან. რეცხვის პარალელურად ლამაზი ხედებით ტკბობა სანაცვლოდ ბევრ პრობლემას იწვევს. წყლისმილის ნიჟარამდე მიყვანა, გამათბობლის დამალვა, ფანჯრის რაფისა და სამზარეულოს გათანაბრება, ფანჯრების გაღების პრობლემა და ბოლოს ფანჯრებთან წვდომა. ძალიან ბევრი ნანობს ბარმაკიდის განთავსებას პატარა ზომის სამზარეულოში, რადგან ადგილის დეფიციტის გამო ხშირად რთული მისადგომია. მასთან დაჯდომა არაკომფორტულია და საბოლოო ჯამში მაგიდა უფუნქციოდაა დარჩენილი. შავი სანტექნიკა, რომელიც ტრენდული და ესთეტურია, მაგრამ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მის ზედაპირზე ხშირად შენიშნავთ არასასიამოვნო თეთრ ლაქებს, ის მარტივად კარგავს პირვანდელ იერსახეს, განსაკუთრებით მაშინ თუ არ არის კარგი ხარისხის ან განთავსებულია ისეთ რეგიონში, სადაც მაღალია წყლის სიხისტე. კარადა გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე კარებებით. კარადის მსგავსი დიზაინი ამსუბუქებს და ჰაეროვანს ხდის სივრცეს, მაგრამ ბევრი ვერ იაზრებს იმ მარტივ რეალობას, რომ კარადაში ყოველთვის იდეალური წესრიგი არ სუფევს და ასევე თუ ადამიანი ფლობს ორ წინდასა და ერთ პერანგზე მეც, ეს ყველაფერი ვიზუალურ ხმაურს იწვევს. ეს დაშვებული შეცდომების მხოლოდ ნაწილია, ჩვენი რჩევები კი ყოველდღიურია. გამოგვიწერეთ და არ გამოტოვოთ.